შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი გაანადგურა. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება სპეციალური საცავიდან მაღალ ტემპერატურულ ინსინერატორში გადმოიტანეს და დაწვეს. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით განადგურებული ნარკოტიკების საერთო ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აჭარბებს. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა მუდმივმოქმედებმა კომისიამ სპეციალურ მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულებაც ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება. ნარკოტიკული ნივთიერებების განადგურებას სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ უზრუნველყოფს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი. უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერებების განადგურების პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ. პროცესი უსაფრთხოების და გარემოს დაცვითი სტანდარტების სრული დაცვით წარიმართა. მოცემულ შემთხვევაში განადგურდა სასამართლოს კანონიერწილად შესული განაჩენის საფუძველზე ამოღებული რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც რა თქმა უნდა შემდგომშიც გაგრძელდება. მინდა განვაცხადო, რომ პროკურატურას აქვს კაცრი პოზიცია ნარკოტიკული საშუალებების გამსაგებლებისა და ხელშემწყობების მიმართ, რაც გაგრძელდება ასევე მომავალშიც. ნარკორეალიზატორებისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტულია. ამ მიმართულებით კი სამართალდამცავი უწყება თანმიმდევრულ კაცრ და უკომპრომისო ღონისძიებებს აგრძელებს. მიმდინარე წელს ამოღებული იქნა ასეულობით კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ნიშნავს მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. ნივთმტკიცებად ამოღებული უკანონო ნივთიერებები სპეციალურად მოწყობილ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში ინახება. სასამართლო განაჩენის დადგომის შემდეგ კი ნადგურდება.